ხომ გაგიგიათ რომ ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობსო. ხო და მეც გამიმართლა და ვიპოვე ის 10 ლარიანი ხორცი, რომელსაც კობახიძე დაგვირდა. ფოტოზე ზუსტად აი ამ ხორცს ხედავთ. ეს ხორცი გაყინული საქონლის ხორცი 18 ლარი ღირს 1 კილოგრამი. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. ეს საქონლის ხორცი არის ბრაზილიური და გაყინული. ეს ხორცი ტონობით ჩამოვაქვთ ხოლმე ბრაზილიიდან და შემდეგ წლების განმავლობაში საყინულებში ინახავენ. ზოგადად საქონლის ხორცის შენახვა 1 წლამდე საყინულში შეიძლება. ოღონდ იმ პირობით, რომ ტემპერატურული რეჟიმი არ დაირღვეს. ხო და მე ეჭვი მეპარება კი არა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ხორცის უმრავლესობაში არც ტემპერატურული რეჟიმია დაცული და წელიწადზე გაცილებით დიდი ხანი ინახება. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ხორცი რამდენი წელი დევს მაცივარში არავინ არ ვიცით. ხან გადაფუთავენ, ხან გადმოფუთავენ, ხან ქართულ შეფუთვაში დადებენ, ხან საერთოდ შეფუთვის გარეშე. ხო და ირაკლი, ამ ხორცის ჭამას ურჩევდი მოსახლეობას? ანუ ამ ხორცის რეკლამას აკეთებდი რეალურად? თუ მართლა ამ ხორცს გვირჩევდი საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მისი წარმომავლობა და ზოგადად რამდენი ხანი იდო მაცივარში არავინ არ იცის. ესეა ძვირფასო თანამოქალაქეებო. ზუსტად აი ესეთი მიდგომა აქვს დღეს ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის მიმართ. არა აქვს მნიშვნელობა რას შეჭამთ, რა ხარისხის შეჭამთ, თავარია პროპაგანდით გაგვაჩუმონ.